ეს ძაღლი არის ჩემი დიდი ტკივილი. და ძალიან ბევრ ადამიანს გონია რომ ეს ძაღლი არის უბრალოდ სოფლის ძაღლი, რომელიც შეიძლება რომ სოფელში ჯაჭვით ყავდეს 24 შვიდზე დაბმული. და დღეს ვილაპარაკებ ქართული ნაგაზის ისტორიაზე. ეს ჯიში ათასობით წელია უძველესი მწყემსური კულტურებიდან მოდის. არ შექმნა არც ერთი სელექციონერის და არც ერთი ორგანიზაციის მიერ. ის თავისით ბუნებრივად აგრძელებს დღემდე სელექციას. ეს ძაღლი მოდის უძველესი კავკასიური ტიპის მოლოსური ძაღლებისგან და ადგილობრივი მთის მწყემსი ძაღლების სელექციით. და ეს ძაღლი თავისი სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდა მგლებისგან ჩვენს ფარებს, რათა გადავრჩენილი ყავით და გადაგვერჩინა ჩვენი ერი. დღეს კიდევ შენ ყავს ჯაჭვით დაბმული. თავაო ფაქტი, ქართული ნაგაზი იმდენად დამოუკიდებელი ძაღლი არის, რომ მას თითქმის არ ჭირდება სპეციალური გაწვრთნა, იმიტომ რომ როგორც გარეული ცხოველები, ისევ ქართული ნაგაზებიც თავიანთ შვილებს გადაცემენ თავიანთ ცოდნას, ასწავლიან, ზრდიან და ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მეცხვარული ძაღლის ჯიში. ის თვითონ აფასებს საფრთხეს და მოქმედებს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. და ხშირ შემთხვევაში ძალიან სწორადაც. ამიტომ გამოიწერე ტოპოგრაფიის არხი, კიდევ უფრო მეც ვილაპარაკებ ქართულ ნაგაზზე, იმიტომ რომ მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოხსნათ ქართულ ნაგაზებს ჯაჭვები და ყვავდეს ისე, როგორც ეს ძაღლები იმსახურებენ.